ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მზადება ისევ შეფასებების თემაა. პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა მმართველი გუნდის დამხმარე რგოლია და რეალურად მათი გაუქმება არ სურთ. ქართული ოცნება კი წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრობს და თვლის, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი ისტორიულია და კარგად ასახავს ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე იურისტთა ჯგუფი მოამზადებს დოკუმენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. არც პარტიები აღარ იქნება, აღარც არასოთა ორგანიზაციები აღარ იქნება და საერთოდ დემოკრატიის ნიშანწყალი აღარ იქნება ამ ქვეყანაში და ნებისმიერი ბმა, რაც გვაკავშირებს დასავლეთსა და თავისუფალ სამყაროსთან, იქნება გაწყვეტილი. თუ ესენი დარჩნენ, უკვე გაცხადებული აქვს კურსი, მიღებული აქვს ძომები და კონკრეტულად რა თქმა უნდა, მარტო ნაციონალურ მოძრაობას კი არ აგზალავენ. კიდევ ერთხელ რომ ქართულ დემოკრატიას გზალავენ. ამიტომ ძალიან მარტივია ქუჩაში უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება და ეს პარტიული ბრძოლა არ გახლავთ უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას სურო დატოვონ თუ არ დატოვონ, მაინც მნიშვნელობა არ ეხება თუ ქვეყანაში დემოკრატია იქნება გაუქმებული. რაც შეეხება ამ დასკვნას, რა თქმა უნდა, თვითონ ეს პროცესიც იყოს სრულებით პროპაგანდისტული და ეს დასკვნად ემსახურება იმას, რომ ეროვნული ძალები ქვეყანაში აღარ არსებობდეს. რუსეთი ამ ქვეყანაში დამყარდება მაშინ, როდესაც ყოღახიძე მაგ საწადელს მიაღწევს, აკრძალავს პარტიებს, აკრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დახურავს მედია საშუალებებს და საქართველოს ბელორუსიზაციის ცია დამთავრდება ამ ყველაფრით. ეგ არის მათი მიზანი, შესაბამისად საფრთხე აბსოლუტურად რეალურია, არავინ არ დაუშლის მათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვით. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მოკავშირე პოლიტიკური სპექტრის სამოქალაქო საზოგადოების თუ თავისუფალი მედიების არის ის ქართული საზოგადოება, ვისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ვისთვისაც გვინდა პლურალიზმი პოლიტიკურ სივრცეში. ოცნებას რომ სდომოდა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, ის ამას გააკეთებდა 13 წლის განმავლობაში. ან ამ წინა საარჩევნოდ შესაბამისად ჩვენ ხედავთ, რომ მუდმივად ნაციონალური მოძრაობა გვევლინება ოცნების მაშველო რგოლად და აძლიერებს ოცნების რეჟიმს საკუთარი განცხადებებით, საკუთარი რადიკალური გადაწყვეტილებებით და ძალადობის მოწოდებებით. შესაბამისად, არანაირი მიზანი არ აქვს ოცნებას იმისი, რომ ნაციონალური მოძრაობა გააუქმოს. ჩვენც და ყველამაც ნახა ის რეალობა პირდაპირ ეთერში და ის მტკიცებულებები, რომ საერთოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ უყურებთ, ვხედავთ და ვკითხულობთ იმ უბედურებებს, რაც ჩაიდინა დედანაც მოძრაობამ და მისმა ფილიალებმა, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს განსაკუთრებით, არ დააკლეს შემდგომ ოპოზიციაში გადაბარგების დროსაც. რასამალი და საიდუმლო არაფერი არ იქნება სარჩელში და რა თქმა უნდა ასევე არაფერი არ იქნება საიდუმლო იმ გადაწყვეტილებაში, რომელშიც დარწმუნებული ვართ, რომ იქნება გაუქმება ამ ანტიკონსტიტუციური ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალის. საგამოძიებო კომისიის თვითმიზანი, როდესაც ის მუშაობდა, თვითმიზანი თავიდანვე არ იყო აპრიორი ვინმეს აკრძალვა, თუმცა ის მტკიცებულებები, ის ფაქტები, რაც გამოიკვეთა რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, გახდა ჩვენი აზრით არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ დიახაც კონსტიტუციის გზით, საკონსტიტუციო სასამართლოს გზით მოხდეს ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული შვილობილი პარტიების თუ პირების აკრძალვა. ეს იყო ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც ყველა მიმართულებით საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გუდავდა და აღრჩობდა საზოგადოების განვითარებას. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება იმ რესურსით, რაც გააჩნიათ.